de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 187 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. გიბრუნდებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ და ამ ეპიზოდის მერეც დაახლოებით ერთი თვით ალბათ დაგემშვიდობებით. გაგებით მოვეკიდებით თუ კი ორ თვეში ერთხელ მიშამ შულდაძესთან დაგვიძახებთ. დღეს ამ წლის უკანასკნელ ეპიზოდში 2024 წელს შევაჯამებთ. პრინციპში უფრო ბოლო ერთ თვეს შევაჯამებთ. ამ ერთ თვეში უფრო მეტი მოხდა ვიდრე წინა 11 თვეში ერთად. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ბოლოს როცა გადაცემის ჩაწერას ვაპირებდით, გვსურდა გვესაუბრა ეროვნული საგამოსტო პროგრამის ცვლილებაზე. გვინდოდა გაგვერკვია, რატომ ამოიღეს პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი, ვაჟა-ფშაველას პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი, პასუხის პასუხი და ასე შემდეგ, ქოცურ და რუსულ პროპაგანდას რო სახეში ულაწუნებს. მაინც და მაინც ეგეთი ნაშრომები როგორ დარჩა საგამოსტო პროგრამის მიღმა. ქართული საზოგადოება სამართლიანად იყო აღშფოთებული. თუმცა უეცრად ეს თემა ყველას დაგვავიწყდა, იმიტომ რომ ბიძინამ დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა მიხეილ ყაველაშვილი. სანამ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი სირცხვილით იწოდნენ, ქოცებმა შოკიდან გამოსვლა არ გვაცადეს და მეორე დღეს გერმანიას დაცხეს. ირაკლი ზარქუა აცხადებდა, რომ დროა საქართველოსთან გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დაიწყოს. შალვა პაპუაშვილი კი მხოლოდ გერმანიით არ შემოიფარგლა და წლის ყველაზე ანტიევროპული განცხადება დადო. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს შეზღუდვას, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. ანუ დღისით, მზისით კადრულობდა ამას. გადავწყვიტეთ ეს თემა ჩაგვიანალიზებინა, აგვეხსნა როგორ მუშაობს ევროკავშირი, როგორ იმიჯნება კომპეტენციები ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის და ჩაგვეკლა პაპუაშვილის პირით გატარებული რუსული პროპაგანდა, თითქოს ევროკავშირში შესვლით სუვერენიტეტის ნაწილს თმო. ეს თემაც უცებ დაიჩრდილა, იმიტომ რომ იმავე დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და რეზოლუცია ეხებოდა ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას და სანქციებს პირადად ბიძინას, კობახიძეს და მათნაირებს. ვიფიქრეთ, რომ კაი, მოდი, ამაზე მაინც გავაკეთოთ გადაცემა. დავიწყეთ მუშაობა. თუმცა საღამოს გამოვიდა ირაკლი კობახიძე და გვახარა, რომ 2028 წლამდე გვკიდია ევროკავშირიო. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ციტატის დასასრული. პრინციპში ქოცებისაც. ცოდვა გამხელილის ჯობს და არ მეგონა ეს განცხადება ამხელა პროტესტ თუ გამოიწვევდა. თურმე ქვეყანაში მართლა ყოფილა ადამიანთა კატეგორია, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქართული ოცნება ევროპისკენ მიდიოდა და კობახიძის განცხადება შოკი აღმოჩნდა. რა? ევროპისკენ აღარ მივდივართ? მოკლედ, რა თემასაც მოვკიდეთ ხელი, ვერც ერთის დამუშავება ვერ მოვასწარით, იმიტომ რომ იმავე დღეს ქოცები უფრო დიდ სიგიჟეს აკეთებდნენ და ბოლოს ისეთ იქნეს, რომ ერთი თვე ვეღარ გავედით ეთერში. ჩემი პატივისცემა და თანადგომა რეჟიმის ყველა პატიმარს, ყველა ნაწამებ ადამიანს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ ადამიანებს. ხანდახან რომ გავიკვირვებთ ხოლმე, რომ აქამდე როგორ მოვედით ეს პატარა საქართველო, ამდენი მტერი, ამდენი უბედურება, იმპერიები რო გვებრძოდნენ, რამ გადაგვარჩინა? აი თქვენნაირი ხალხი გვყავდა და გადავრჩით. სულ ესა, მადლობა თქვენ. ნუ ეს ქვეყანა ეხლა კონფორმისტებს არ მოუყვანიათ აქამდე, ეგ ზუსტად ვიცით.
თქვენმა თავდადებამ, თავგანწირვამ, შეუგუებლობამ მოიტანა ის, რომ დღეს საქართველოს მსოფლიოს ყურადღების ცენტრია, მთელი ცივილიზებული სამყარო გულშემატკივრობს და სანქციებზე ადებენ ამ ქვეყნის შიდა მტრებს. ამ ბრძოლამ შედეგად მოიტანა ის, რომ დღეს ქოცები იყოფიან 15 კატეგორიად. პირველი, მხოლოდ უკრაინისგან დასანქცირებულები, მხოლოდ ლიეტუვისგან დასანქცირებულები, მხოლოდ ლატვიისგან დასანქცირებულები, მხოლოდ ესტონეთისგან დასანქცირებულები, მხოლოდ ბრიტანეთისგან დასანქცირებულები, მხოლოდ ამერიკისგან დასანქცირებულები, ლიეტუვა უკრაინისგან დასანქცირებულები. უკრაინა, ლიეტუვა ამერიკისგან დასანქცირებულები, უკრაინა, ლიეტუვა ესტონეთისგან დასანქცირებულები, უკრაინა, ლიეტუვა ამერიკისგან დასანქცირებულები, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთისგან დასანქცირებულები, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთისგან დასანქცირებულები, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბრიტანეთისგან დასანქცირებულები, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბრიტანეთი, ამერიკისგან დასანქცირებულები და ყველა ზემოთ ჩამოთვლილისგან დასანქცირებულები. ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ ერთია. ვახტანგ გომელაური. დანარჩენები ზოგი ერთი ქვეყნისგან არიან დასანქცირებული, ზოგი 2-ისგან, ზოგი 3-ისგან, ზოგი 4-ისგან და ზოგიც 5-ისგან, სხვადასხვა კომბინაციით. აქვე მადლობა მინდა გადაუხადო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რომელსაც არ დაეზარა და ეს ცხრილი გააკეთა. ზემოთ მოცემულია ქვეყნები და ქვემოთ მოცემულია ქოცები. და შესაბამისი პიროვნების გასწვრივ გამუქებული უჯრით მიხვდები ვის რა ქვეყნის სანქცია ადევს. ეს ცხრილი მოცემულია 24 დეკემბრის მდგომარეობით. მას შემდეგ რაც ივანიშვილი ამერიკამ დაასანქცირა, მე-16 კატეგორია გაჩნდა. ამერიკა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთ, უკრაინისგან დასანქცირებულები. ამ კომბინაციით დასანქცირებული არავინაა. ბიძინას ბრიტანეთის თუ დაასანქცირებს და აუცილებლად დაასანქცირებს. ეს მე-16 კატეგორია გაქრება და ბიძინაც გადავა გომელაურის კატეგორიაში 6-ვესგან დასანქცირებულებში. მალე ამ სანქციებს სხვა ქვეყნებით შეუერთდებიან და ნელ-ნელა უკვე შეუძლებელი გახდება ამ სტატისტიკის წარმოება. სანამ ამ ბუღალტერიის წარმოება შესაძლებელია, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი. ზარის ღილაკიც ჩართეთ. რადგან 2024 წლის შემაჯამებელი ეპიზოდი გვაქვს, მოდი ცოტა ხნით დაუბრუნდეთ წლის დასაწყისში. 2024 წელი დაიწყო ტრიუკით. წლის დასაწყისში ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა. ტრიუკი ალბათ არ არის სწორი ტერმინი, იმიტომ რომ მესამედ დაბრუნდა პოლიტიკაში. ანუ ტიპი რომ სულ ერთი და იგივეს აკეთებს, არიენ რობენი თუ არა, რაღა ტრიუკი. ბიძინა ივანიშვილი რომ დაბრუნდა, მაშინ განაცხადა რომ საკადრო ცვლილებები არ იგეგმებაო. იმ გადაცემაშივე დავიგინე, ჩემი თუ არ იგეგმებოდეს თქო. ღარიბაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი. წლის დასაწყისში მომატებულ ფასებზე ვხუმრობდით წერეთლის რეაბილიტაციაზე, კორუფციაში ჩაფლულ მერიას და შავსიაში შეყვანილ კომპანიებს ვამხელდით. კაი დრო იყო წლის დასაწყისში. პოზიტიურად გვახსენდება. იანვარ-თებერვალი გადავაგორეთ მეტნაკლებად მშვიდად. მარტში იყო ფეხბურთები, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ზეიმი, სიყვარული, გაერთიანებული საზოგადოება, რწმენა იმის, რომ ყველაფერი შეგვიძლია. მოდი სულ ასე გავაგრძელოთ და არ დავჭამოთ ერთმანეთი. როგორც ჩანს, ხალხს ცოტა ზედმეტი დეპოლარიზაცია მოგვივიდა და ქოცებმა, თქვენ ცოტა აზემოდით, რა სიამტკბილობა გამიმართეთო აქო და რუსული კანონი შემოაბრუნეს. ამჯერად ხალხის ძალის ინიცირებული არ იყო, თვითონ ქოცებმა შემოაბრუნეს. ესენი სულ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებია, ერთმანეთში არ აგერიოთ. მოკლედ, შემოაბრუნეს რუსული კანონი, ქუჩაში გამოვიდა ხალხის ჯერ არ ნახული რაოდენობა. დაგვარბიეს, გვცემეს, სადარბაზოებთან დაგვახვედრეს ტიტუშკები, ტელეფონებზე დაგვირეკეს და გვაგინეს. რავი, რუსული კანონის შემოbrunების შემდეგ ბიძინამ ქვეყნის ყველა მარშრუტკა დაიქირავა, ხალხი თბილისში ჩამოიყვანა და მიმართა. ციტირებ:
სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის ტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიტინგის ყველა გამომსვლელი მოურიდებლად აქებდა ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილმა მაინც საჭიროდ მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქება მისგანაც უპრიანი იქნებოდა. არადა ამ სიტყვების თქმა ნებისმიერ სხვასაც შეეძლო. აი, მამუკამ დინარაძეს რო ეთქვა მაგალითად, სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ბატონი ბიძინას პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის ტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამგვარი სვლების გათვლა კარგად შეუძლია. ან კალაძეს ეთქვა, ან კობახიძეს, ან ლადო კახაძეს, რავი, მლიქვნელების მეტი რა არიან, მაგრამ არა, ბიძინამ ამათი ქება რაში მჭირდება? ჩემზე უკეთ ვინ შემაქებსო? და დაახლოებით 100,000 ადამიანს დიდხანს უხსნიდა რა მაგარია. თურმე ბიძინას თითო ნეკნი აქვს ამოღებული, რომ უკეთ შეიქოს თავი. მაისში მესამე მოსმენით მიიღეს რუსული კანონი. ამ ყველაფერმა გამოიწვია დასავლეთის მკაცრი კრიტიკა, გაჟღერდა სანქციების თემაც. მაისის ბოლოს ჯო უილსონმა თქვა სანქციებზე. ამათ გონიათ ვიტყუებით კოცებზე. კახა კალაძე ივნისში. დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქციები არ იქნება. ივნისიდან მოყოლებული ეს განცხადება ყოველთვე უფრო და უფრო სასაცილო ხდება. ივნისში ევროპის ჩემპიონატი ვითამაშეთ და ჯგუფიდანაც გავედით. ცოტა ხნით ისევ გავბედნიერდით და ამასობაში წინასაარჩევნო პერიოდმაც მოგვიწია. შეკრეს ერთი ლამაზი შუშის აკვარიუმი და დაატარეს ბიძინას და აკვარიუმიც ქალაქიდან ქალაქში. ხალხს დაპირდნენ მშვიდობას, ნაცების გასამართლებას, აქა-იქ კეთილ დღეობამაც გაიჟღერა. ამასობაში მოვიდა არჩევნებიც. ყველა ვიცოდით, რომ ბიძინა არჩევნებს გააყალბებდა, მაგრამ მქონდა იმედი, რომ გაყალბების მასშტაბი იქნებოდა 3-4-5% მაქსიმუმ და გაყალბებიანად მოუგებდით. აი აქ მაგრად შევცდით. ქოცებმა ისეთი საშინელი არჩევნები ჩაატარეს, რომ ეუთო ოდირის დასკვნა უფრო მკაცრი გამოვიდა, ვიდრე 2003 წლის არჩევნებზე. ეუთო ოდირმა მიწასთან გაასწორა ეს არჩევნები. არჩევნების შედეგი არ აღიარა არც ევროკავშირმა, არც ამერიკამ, არც საქართველოს პრეზიდენტმა, არც ოპოზიციამ, არც ხალხმა. ამგვარად მივიღეთ საქართველო, რომელსაც მართავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ეს იმდენად მტკივნეული თემაა ქოცებისთვის, რომ ლეგიტიმაციას ეხვეწებიან ყველას. ალბათ Facebook-ზე ხშირად გვხვდებათ საქართველოს მთავრობის გვერდის დაბუსტული, დასპონსორებული პოსტი, კობახიძის ფოტოა, მხოლოდ კობახიძის ფოტო და აწერია პრემიერ-მინისტრი. რამე განცხადებას კი არ ბუსტავენ, მეტი არაფერი არ წერია. ამ პრემიერმა რამე დაათვალიერა. არა, უბრალოდ კობახიძე პრემიერ-მინისტრია. აი ამას ბუსტავენ და ფულს ხარჯავენ, ბიუჯეტის ფულს. ჩვენი გადახდილი გადასახადებით გვეუბნებიან, რომ კობახიძე ჩვენი პრემიერია. საყოველთაო იზოლაციის არაღიარების და სანქციების შიშის პირობებში ქოცებს სჭირდებოდათ ხავსი. თავისთვის თუ არა საკუთარი ამომრჩევლის დასაიმედებლად მაინც და მოიფიქრეს ტრამპი. ტრამპი მოვა და დავლაგდებით. მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით, ირაკლი ზარქუა 8 ივნისი. ზარქუა ტრამპზე თავდასხმაზე. ეს გლობალური ომის პარტიის მკაფიო გამოხატულებაა. და აი კიდე ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, ასე რომ დაფიქრდით, ესეც ირაკლი ზარქუა. ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე, ირაკლი ზარქუა. ანუ ამან მართლა დაიჯერა, რომ ტრამპთან დალაგდებიან. ტრამპის თემით ქოცებს ამომრჩევლის მოტყუება უნდოდათ და ზარქუა მოატყუეს. ქოცები ისეთი სასოწარკვეთილები არიან და ისე სჭირდებათ ვინმესგან მაშველი რგოლი, რომ პირველმა არხმა ინტერვიუ ჩაწერა ამერიკელ ქალთან, კიმბერლი ლოუსთან, ანუ რენდომ ამერიკელ ქალთან, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა
საქართველოს დაეხმაროს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ეს ინტერვიუ ახლაც დევს პირველი არხის საიტზე. და ევროკავშირში გაწევრიანების გარდა ქალბატონი კიმბერლი მზადა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩაერთოს. მართლა, ერთი ქალია რა, შეუძლია. ციტირებ, მე შემიძლია ვიმოქმედო როგორც შუამავალმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. გაიხარეთ ქალბატონო კიმბერლი. მადლობის მეტი რა გვეთქმის. თქვენ როგორ ხართ ისე? Facebook-ზე თქვენი 6 ნოემბრის პოსტი ვნახე, რომელშიც წერთ, რომ Deep State-ი გებრძვით. და რა ხდება მაგ ამბავზე? ძალიან უცნაური პოსტია სხვა შორის. უზარმაზარი პოსტი უწერია, როგორ ებრძვის Deep State-ი და პოსტზე თანდართული აქვს თავისი უბედნიერესი ფოტო. რაღაც გაპრანჭული სელფია სასტუმროდან. რავი, რაღაცნაირი ქალია. YouTube-ზეც აქვს ჩენელი, გაჩვენებთ რას მღერის. აი ნახე. ეხა იმღერებს. ძალიან საინტერესო ქალია, მოკლედ. ჩამოვიყვანოთ ახალ წელს, რომელიმე მუნიციპალიტეტში ვამღეროთ. არ შეიძლება რა უჭის, რავი. ქუჩის ბიჭები და კიმბერლი ლოუ არ იქნება. სერიოზული დუეტი. მას შემდეგ რაც გაიგვა, რომ კიმბერლი ლოუ ვერ გააჯანსაღებდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს, ქოცები ცოტა მოტეხილები არიან. აღარ ამყარებენ დიდ იმედებს ტრამპზე. დინარაძე, არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტი იმედები დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. კალაძე, ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. გეთანხმებით, კახი. ჩვენს გასაკეთებელს დასავლეთი ვერ გააკეთებს. ჩვენ უნდა გავიგოთ. თუ სხვა რამე იგულისხმე, თუ იმას გულისხმობ, რომ ვარკეთილის მეტროს ჭერი შენ უნდა გაგეკეთებინა და არა დასავლეთს. მაგაში გეთანხმებით, კი, ტრამპი ვარკეთილის მეტროს დაღდად არ გააკეთებს. რომ მოინდომოს, როგორ ვერ გააკეთებს, მაგრამ რატო? თქვენ დასავლეთს აგინოთ და ისინი რამეს გაგვიკეთებენ აწი? ისე ძალიან სასაცილოები ხართ გაყოყოჩების რეჟიმს რო ჩართავთ ხოლმე და შემოდგომის აზნაურები რო ხდებით. ჩვენ ვერავინ ვერაფერს გვასწავლის. ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ბიჭო, თუ ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, ავტობანს რატო გვიკეთებს მსოფლიო ბანკი? ჩვენი ჯარი რატო გაწვრთნა და აღჭურვა ამერიკამ? ჩვენი ქალაქების წყალმომარაგებას რატო აკეთებს ევროკავშირი? ჯვრის მონასტერი რატო გააკეთა ამერიკამ? დასავლეთს თუ რამის საყვედურობ, ისაა რომ გელათიც თვითონ არ გააკეთეს და თქვენ მიგიშვეს. ამად გასაკეთებს დასავლეთი ვერ გააკეთებს თურმე. ეს უტიფრები, ნუ კაცობთ ხოლმე, არ გიხდება. ისე კალაძე ისეთი დონის უტიფარია, ბიძინამ ცოტა ხნით მაინც როგორ არ დანიშნა პრემიერად, ძალიან მიკვირს. იდეალურია, ვერ ამიხსნია რატო ბლოკავს, არ ვიცი. შეიძლება ფეხბურთელები არ უყვარს ბიძინას. როცა ვამბობ, რომ იდეალური ქოცია კალაძე, ამ განცხადებასაც გულისხმობ. ქოცობის საუკეთესო მაგალითია ეს. მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს. ფიქრობ ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის 1 საათის განმავლობაში 1, 2 და მე-3 აქციაზე მიხვიდე. საინტერესო პროცესებია. ვეღადავება თან. კი, კახი, აბარა, შენი წყალობით ისეთი ქალაქი გვაქვს, რომ 1 საათში საბლოკაციაზე მიხვალ. აღარც მახსოვს ჩემ ცხოვრებაში ბოლოს როდის მოხდა, რომ თბილისში სადღაც მივედი, მერე სხვა საქმეზეც გავედი და მერე კიდე რაღაც საქმეზე გავედი. თბილისში ერთ დღეს 3 საქმის გაკეთება რომ შეიძლებოდეს, რავი, ქოცი მაინც არ ვიქნებოდი, მაგრამ ნუ კალაძე კარგი მერე ობიექტურად ეგ ვიქნებოდი. ნუ ვიტყოდი ერთხელ. ახლა წლის შემაჯამებელი ეპიზოდების საუკეთესო რუბრიკაზე გადავიდეთ. წლის ტოპ 10 განცხადება. ნებისმიერი თვის, ნებისმიერი კვირის ტოპ 10 განცხადება ზუსტად ისეთივე გენიალური გამოვიდოდა, როგორც წლის ტოპ 10, მაგრამ მაინც წლის ტოპ 10 სხვანაირად ჟღერს. მე-10 ადგილი, ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩზე, რობინ დანიგანზე. ქარდების გამო დანიგანს
კარდიგანი დაარქვეს. მოფერებით, ხუმრობით. ირაკლი ზუსტად ეგრე ხუმრობდა მდინარაძეც, მაგრამ აიყვანა სცენარისტები და ისევ ეგრე ხუმრობს. კაი, დაიგიდე. მეცხრე ადგილი. ირაკლის არქუა მეთიუ მილერს. Are you kidding, my friend? ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი ჟარგონი. ბაცნობა. ბაცნობის განმარტებას თუ დაგუგლავთ, ასია ახსნილი ერთ-ერთ საიტზე. ბაცნობა არის უწვერულ ყრმათა ლაღობა. ბირჟაზე თინეიჯერები რომ ბაცნობენ ხოლმე. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ამერიკასთან მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო და ეკონომიკურ მონსტრთან ბაცნობა არის ძალიან ცუდი, ჩემი აზრით. მერვე ადგილი, მამუკა მდინარაძე. ნაცვლიშვილმა ხალხთან ჩადიო, რომ ჩავიდე შევაკვდე იდეას მერე რა შვებით. ეგ დღე იყო და ეგ დღე. მას შემდეგ მამუ იდეას აღარ შეკვდომია. მეშვიდე ადგილი, მარიამ ლაშხი. გლობალური ომის პარტია მასონების მსგავსი ძალაა. სოფლიო პოლიტიკაზე აქვთ გავლენა. ვინმე თუ დაიბენით, აგიხსნით, რომ ეს განცხადება არის მაისში გაკეთებული. მაშინ Deep State-ი არ იყო ჯერ. გლობალური ომის პარტია ჩაანაცვლეს Deep State-ით. რატომ? ტრამპთან უნდათ შეტენვა. რავი. მეექვსე ადგილი. რატი ბრეგაძე. თუ ბატონი ივანიშვილი გადაწყვეტს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება. აი, ახლა უფრო მეწოდებიან ქოცებია. ტიპებს რამხელა მოლოდინები ჰქონდათ ახალ პრეზიდენტზე. ზოგს სულად ბიძინა უნდოდა და ამა ყაველაშვილი დაუდა. მეხუთე ადგილი, ლადო კახაძე. მე ახლა სანქციებს მხოლოდ ღმერთი თუ დამადებს. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ხვდები რას ამბობს ადამიანი, მაგრამ მაინც ააცილოა. ამიტომ მეხუთე ადგილი. მეოთხე ადგილი, ვახტანგ გომელაური. მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ. მე ჩემი სამშობლოს გულიზე ვაკეთებ ყველაფერს. ჩემი ქვეყნის გულისთვის. ანუ, სამშობლოს გულიზე და ქვეყნის გულისთვის. როგორც მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა. ეგეთ პონჩი არა, სამშობლოს თუ ამბობ გულიზია და ქვეყნის თუ ამბობ გულისთვის. ეს დავიმახსოვრდ, გამონაკლისი წესია გრამატიკაში. მესამე ადგილი, ირაკლი კობახიძე. სულ მცირე 12 წელი არც ერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ. კაი, მაშინ რევოლუცია იყოს, რავი. მეორე ადგილი, შალვა პაპუაშვილი. 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვედრაზე უარი ვუთხარი. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. და 2024 წლის საუკეთესო განცხადება ეკუთვნის კახა კალაძეს. პირველი ადგილი. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ეს განცხადება იქამდე იყო გაკეთებული, ვიდრე კობახიძე იტყოდა, რომ აჩერებენ ევროინტეგრაციას. რომ არა კობახიძის ეს განცხადება, კალაძის ეს განცხადება პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თლად კალაძის დამსახურებაც არ არის პირველი ადგილი. ახლა მთავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? პირველად ამ გადაცემის ისტორიაში შეიძლება ითქვას, რომ ეს შეკითხვა ქოცებმა უნდა დასვან და არა ჩვენ. ქოცებმა იფიქრონ, აწირა უნდა ქნან. ჩვენ უბრალოდ არ უნდა დავიღალოთ. სულ ეს იყო, რაც დღეს მინდოდა მეთქვა, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს, გამარჯვება საქართველოს. შევხვდებით მალე.